დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 5 მარტია, ოთხშაბათი, ეთერშია ერთსულოვნების დილა, რომელსაც გეგინებს იწვერიძე და სოფიო გუჭავა თქვენთვის გავუძღვებით. ყველას მშვიდობიან დღეს გისურვებთ. დილამშვიდობისა, ყველას მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ჩვენ კი ტრადიციულად ვეცდებით საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ, რაშიც ბუნებრივია ჩვენი სტუდიის სტუმრები დაგვეხმარებიან. ვიდრე გაგაცნობდეთ გადაცემის ანონსს, ნახოთ პირველ რიგში საეკლესიო კალენდარი და გავიგოთ ვის ხსენიებს დღეს 5 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 5 მარტს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს ლეონს, კატანელ ეპისკოპოსს, წმინდა მღვდელმოწამე სადოქს პარსელს და მასთან 128 მოწამეს, ღირს აღათონ რომის პაპს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. პირველი სტუმარი მოძღვარი იქნება, შემოგვერდება დიდი დიღმის წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი. მოძღვართან ერთად ვისაუბრებთ სინანულის საიდუმლოს შესახებ. 5 მარტი ქართველი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის თამაზ ჭილაძის დაბადების დღეა. გადაცემის მსვლელობისას კი ვნახავთ ჩანახატს. რა არის გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, როგორია მისი სიმპტომები და მკურნალობა? ეს არის საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები და ბუნებრივია დეტალურად თემაზე ჩვენი სტუდიის სტუმარი ისაუბრებს, შემოგვერდება გასტროენტეროლოგი ნათია რაზმაძე. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში პრემია ივერიის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება. საღამოს ჩვენ გადამღები ჯგუფი ესწრებოდა გადაცემის დასკვნით ნაწილში, რა თქმა უნდა, შემოგთავაზებთ სიუჟეტს. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ახლა ვნახოთ ამინდის პროგნოზი, გავიგოთ როგორი ამინდი გველოდება დღეს და ამინდის პროგნოზის შემდეგ მოძღვართან ერთად დავბრუნდებით სტუდიაში. დაუბრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად, შემოგვერდა დიდი დიღმის წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი. დილამშვიდობისა, მადლობისად. დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. მადლობა ჩვენს. დაიწყო დიდი მარხვა, პირველ რიგში გილოცავთ მარხვის დაწყებას და ბუნებრივია ჩვენც დიდი მარხვის დაწყებასთან ერთად ვსაუბრობთ მარხვის შესახებ, ზოგადად მის სულიერი მხარის შესახებ.
და კონკრეტულად კიდევ უფრო კონკრეტულად ვინაიდან კრიტელის სინანულის დიდი კანონი იკითხება ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს ჩვენც განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ხოლმე სინანულის შესახებ საუბარზე. პირველ რიგში რომ განვმარტოთ ჩვენს მაყურებელს რა არის სინანული და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში რომ რა გვაჩნდეს ეს გრძნობა. ეს თავარი საკითხია ზოგადად. ზოგადად თავარი საკითხია სულიერებაში და შესაბამისად ცხოვრებაში. თუ სინანული არ აქვს ადამიანს, მას არ ექნება სულიერი ცხოვრება. თვითონ სინანული თვითონ ბერძნული სიტყვიდან ბერძნულად მეტანია არის ეს სიტყვა და ჩვენ ვიცით მეტანიებს რო ვაკეთებთ და ესე იგი რაღაცა სხვანაირად გვაქვს თითქოს ეს სიტყვა მიღებული. მეტანია დაჩოქებას გულისხმობს თითქოს. არა და მეტანია ძალიან ღრმა სიტყვაა და ნიშნავს შინაგან შეცვლას ადამიანისას, როდესაც ადამიანი ცვლის თავის შეხედულებებს, თავის ღირებულებებს, ღებულობს გადაწყვეტილებებს, შინაგანად რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება მის ცხოვრებაში და ეს არის სწორედ სინანული. და მთავარი სწორედ ეს არის ადამიანის ცხოვრებაში, რომ სინანული ჰქონდეს მას, ანუ შინაგანად მას რო ცვლიდეს ის თავის თავს ყოველთვის. ესე იგი შინაგანად ღებულობდეს გადაწყვეტილებას, რომ შეცვალოს თავისი თავი. ამის პარალელურად არის კიდე, თქვათ, სინანულის პარალელურად, აი მაგალითად იუდამ შეინანა თავისი ქცევა და მივიდა და მღვდელმთავრებს მიუყარა 30 ვერცხლი. ესე იგი ერთია რომ შეინანო და მეორეა რომ მოინანიო. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა და ხშირად ხდება რომ ადამიანი შეინანებს, მაგრამ არ მოინანიებს. და აი ეს ზღვარი აუცილებლად უნდა იყოს დარეგულირებული ადამიანში, იმიტომ რომ ესე იგი შეინანა არის რომ აი ვინანე რამ გამაკეთებია ახლა ეს მე. მაგრამ მონანიება ეს არის რომ რა გავაკეთო მომავალში რომ სხვა დროს აღარ გავაკეთო ეს რა მოვიშორო რა თვისება მოვიშორო ჩემში რომ სხვა დროს ეს აღარ გავაკეთო აი სწორედ ეს არის სინანული და ეს უნდა შეძლოს ადამიანმა რომ შინაგანად იმსჯელოს და რაღაცა მოიშოროს რაღაცა ცუდი თვისება რომელმაც ის ესე იგი კი არ უნდოდა რაღაცა შეიძლება ცუდის გაკეთება მაგრამ გამოუვიდა ცუდი და ამას ზოგადად იწვევს ფარული ჩვენში არსებული რაღაცა ცუდი თვისება, რომელიც უნდა აღმოაჩინოს ადამიანმა და სინანულის საშუალებით მოსპოს და მოიშოროს ის. რა არის ეს დამხმარე საშუალებები, ასე უხეშად ვთქვათ, მამამუკა, რაც გვეხმარება იმაში, რომ ადამიანს აღეძრას ეს სინანულის განცდა? ადამიანმა უნდა შეიყვაროს სიკეთე და მოიძულოს უსჯულოება. შეიყვაროს ღმერთი და მოიძულოს დემონური ძალები. ესე იგი, სხვაობა უნდა ნახოს ადამიანმა სიკეთესა და ბოროტებას შორის და მერე ადგილი უნდა დაიჭიროს, რომელ ადგილს იჭერს. უფალი ამბობს, ან ცივი იყავითო, ან თბილიო, ნელთბილი ნუ იქნებითო. ესე იგი, ხან სიკეთის მოყვარე და ხან ბოროტის მოყვარე არ უნდა იყოთო. უნდა დადგეს სიკეთის მხარეს. აი გალაქტიონი რომ ამბობს, დაუდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია. ეს რევოლუციას არ ეხებოდა ეს ფრაზა, თუმცა როდესაც თქვა ის რევოლუციურ მოწოდებას მიაწერეს, მაგრამ სულ სხვა რაღაცაა, როდესაც შენ ებრძვის საკუთარ ცუდ თვისებებს, ძალიან დიდი ქარიშხალი ატყდება შენში. ამას ატეხავს შენი ცუდი თვისებებიც, მაგრამ დემონური ძალებიც და ეს ქარიშხალი უნდა დაძლიო და რო დადგები სიკეთის მხარეს, აი ეს არის, ესე იგი ერთი წმინდანი ამბობს, რომ სინანული ეს არის ბრძოლა ბოროტებასთან, საკუთარ თავში არსებულ ბოროტებასთან, საკუთარ თავში არსებულ ცოდვასთან. და შენ თუ გაქვს შინაგანი პოზიცია, რომ ღმერთის მხარეს იჭერ, ეს ნიშნავს, რომ უკვე იწყებ ბრძოლას. უკვე იწყებ ქართველულად რო ვთქვათ, გადაწყვეტილებების მიღებას. გადაწყვეტილებას სიტყვის ფუძე არის წყვეტა და რაღაცები უნდა გაწყვიტო, დაწყვიტო დაგლიჯო და მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი და უძლიერესი პროცესია, რომელსაც მხოლოდ მაშინ იწყებს ადამიანი, თუ მას უყვარს ღმერთი, თუ ის შეგნებულად დგება სიკეთის მხარეს.
მაგრამ თუ ღმერთის მხარეს არ დადგება და სიკეთეს არ შეიყვარებს უკომპრომისოდ, მაშინ ქართველებს გვაქვს ეს ზმნა ვეცდები, ანუ მე კი ვეცდები, მაგრამ შეიძლება არ გამომივიდეს და უკან დასახევ გზებს რო იტოვებს ადამიანი და აი უკან დასახევი გზა არ უნდა დაიტოვოს ადამიანმა თუ ღმერთის მხარეს იჭერს. იმიტომ რომ დიდი სხვაობა სიკეთესა და ბოროტებას შორის არაფერი საერთო არ არის. და ჩვენ მოვძებნით ამ საერთოს ბოროტებასა და სიკეთეს შორის. ძალიან რთულია ადამიანი მივიდეს ამ მდგომარეობამდე და სათნოებამდე, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, მამა ლუკა. ბუნებრივია დამხმარე, მთავარი დამხმარე არის ეკლესია, მოძღვარი და მარხვა ზოგადად. აი რაში გვეხმარება მარხვა მის სულიერ მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ და დავამახვილოთ ყურადღება. მთავარი დამხმარე არის სინდისი. სინდისი, რომელიც ღმერთმა ჩადოს ჩვენში. უსინდისოდ თუ ცხოვრობს ადამიანი, უსინდისოდ მაშინ მას ეს მოძღვარი უშველის, ვერც ეკლესია უშველის და წარმოვიდგინოთ ვერც ღმერთი ვერ უშველის. იმიტომ რომ უსინდისობა ნიშნავს ღმერთის უარყოფას საძირკველშივე, საფუძველშივე უარყოფს ღმერთს და ცხოვრობს უსინდისოდ და მე რაღაცა თავს იტყუებს. მე ადამიანი უკვე თავს იტყუებს, თუ მოძღვარი ეყოლება, აი ესეთი საუკეთესო მოძღვარი მსგავსი ანტონ დიდისა, პეტრე მოციქულისა, გრიგოლ ხანძთელისა და ეძებენ მე განსაკუთრებულ მოძღვრებს, რომ იმათმა განკურნოს ესენი და ვერავინ ვერ განკურნავს და არ უნდა მოიტყუო შენი თავი. თუ სინდისით ცხოვრობ, მარიამ ეგვიპტელივით უდაბნოშიც რო იცხოვრო და კაციშვილი ვერ ნახო, ლოცვის წიგნიც არ გქონდეს და ნაზიარებიც არ იყო, ცხონდები, იმიტომ რომ სული წმინდა ადამიანს ხელმძღვანელობს სინდისის საშუალებით. ეს არის მთავარი. და ამასაც როგორც ხედავთ, ეს შინაგანი გადაწყვეტილება ადამიანისა. აი შინაგანად რო გადაწყვეტს ადამიანი, რომ თავისი სინდისით იხელმძღვანელოს ცხოვრებაში და გადაწყვიტავს, რომ პატიოსანი იყოს, მერე მას რა თქმა უნდა ყველანაირი საშუალება აქვს, რომ ცხონდეს. თუ რამე არ იცის, შეიძლება მოძღვარს კითხოს, თუ რამე არ იცის, შეიძლება წაიკითხოს, პავლე მოციქული რო ამბობს, თუ გაკლიათო სიბრძნეო, თხოვეთო ღმერთსო, რომელიც მოგცემცო მაცო. და ანუ მერე ყველაფერი ლაგდება, მერე ყველაფერი ადვილია. თუ გადაწყვეტილებებს მიიღებს ადამიანი, მერე ყველაფერი ადგილია და თუ სინდისის მხარეს დაიჭერს, სიწმინდის მხარეს დაიჭერს, მერე რაც არ უნდა დიდი ცოდვები იყოს, ყველაფერს ღმერთი გააქარვებს, აი ყველაფერს ღმერთი გააქარვებს. თუ ადამიანი რა თქმა უნდა ეცდება არა, თუ ადამიანი დაიჭერს ღმერთის მხარეს. აი როგორც ექიმს, გამოცდილ ექიმს რო დაუჯერებ, შენ რომც არ გესმოდეს რაღაცა საკითხი, თუ მიენდობი მას, ის გაგიყვანს სამშვიდობოზე, ასე ვთქვათ. პირველი ნაბიჯი ალბათ რაც არის ის რომ აღიაროს ადამიანმა, შემდგომ უკვე რომ სინანული ეწვიოს იმის რომ თუ რა ჩაიდინა და შემდგომ ეს სინანული განამტკიცოს იმით რომ გახდეს უკეთესი ვიდრე არის დღეს, გახდეს უკეთესი ხვალ და შეებრძოლოს სამთავის ცოდვებს და რეალურად გამოიმუშაოს და მოიმუშაკოს ის სინანული, რასაც ქვია, რაშიც რა თქმა უნდა დაგვეხმარება აუცილებლად წმინდანთა ცხოვრება, იმიტომ რომ მათი ცხოვრება საკმაოდ დიდი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს სინანული ნამდვილად და როგორ ხდება განწმენდა ადამიანის, ხომ? და ყველას უნდა ახსოვდეს ალბათ ისიც მამა ლუკა, რომ ისინი ვინც კი წმინდანებად არიან, შერაცხული, ყველანი ჩვეულებრივ ადამიანებად არიან დაბადებულები და შესაბამისად თავისი სწორი ცხოვრებით, თავისი ღვაწლით მიაღწიეს ამ საფეხურს და ყველას შეუძლია რომ თავის თავში იპოვნოს ეს ძალა და აქვე მიწაზე სანამ გარდაუცვლებით მანამდე შევიქმნათ თქვათ ის სამოთხე რომელიც გქონია რომ მაინც და მაინც გარდაცვალების დროს უნდა მოვიპოვოთ ან ჯოჯოხეთი ადამიანს აქვე შეუძლია განსაზღვროს თუ თავდაპირველად რომელ მათგანში პოვებს იგი საბოლოო ადგილს და ამ ყველაფერში რა თქმა უნდა დაგვეხმარება სინანული და საინტერესო არის თქვენგან მოვისმინოთ წმინდა მამათა დარიგებანი და მათი ცხოვრებიდან მაგალითები როგორი არის სინანულის განცდა მათი. აი ახლა ანდრია კრიტელის კანონები იკითხება მარხვის პირველი კვირა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად წმინდა ანდრია კრიტელი არის დიდებული მოძღვარი, ისე როგორც ყველა წმინდანი არის დიდებული, იმიტომ რომ ისინი თავიანთ აზრს გამოთქვამენ ღვთის მადლით და მათი სიტყვა ნიშნავს ღმერთის სიტყვას და ზოგადად ადამიანი უნდა ნიშნავდეს ღმერთს.
არა მარტო წმინდა მამები, აი ჩვენც თითოეული ჩვენთაგან და ჩვენი მიზანი უნდა იყოს ეს და როგორც ვთქვით, ესე იგი მარადიული ცხოვრება აქვე უნდა დავიწყოთ. ღმერთი მარადიულია და შენც რომ ესე იგი ამ დროებით ქვეყანას დააღწევ თავს და ბოროტებებს დააღწევ თავს, შენ თვითონაც მარადიული ღირებულება ხდები. შენ თვითონ კი არა, ღვთის მადლით ხდები ესეთი. და აი ანდრია პირველწოდებულს, ესე იგი სინანულის კანონი, აი უნდა ეცადოს ყველა ქრისტიანმა რომ მოისმინოს. თუ არ აქვს საშუალება და ზოგი ძალიან დაკავებული ვართ აი სახში რო წაიკითხოს, იმიტომ რომ იქ მთელი ბიბლიური ისტორიებია გადმოცემული ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებებისა. შეიძლება ესენი დადებითი ადამიანები იყვნენ, შეიძლება უკეთური ადამიანები იყვნენ. აი მაგალითად ერთი მახსენდება ესეთი ანდრია კრიტელის აი ესეთი ტროპარი საკითხავი. ესე იგი სულო შენო ემსგავსეო კაენსო რომელმაცო მოკლაო და მე ველოდი რომ მოკლა თავისი ძმა, რა თქმა უნდა მოკლა თავი, მაგრამ სხვა რაღაცას ამბობს ანდრია კრიტელი, შენო სულო ნუ ემსგავსებიო, შენ სულო მიემსგავსეო კაენსო, რომელმაცო მოკლა თავისი სინდისიო. და წარმოიდგინეთ როგორი ხედვა არა იმ ადამიანმა კაენმა ჯერ მოკლა სინდისი მოკლა ღმერთი, როგორც ნიცშე ამბობს, ადამიანმა მოკლა ღმერთიო და ადამიანს აქვს სურვილი რომ მოკლას ღმერთი, იმიტომ რომ მე თავის ნებაზე იცხოვროს და მორალური საზღვრები არ ქონდეს. და აი ადამიანმა კაენმა მოკლა სინდისი და მე ჩაიდინა ცოდვა. ესე იგი კაენი უსინდისო იყო მანამდეც, უსინდისო იყო, თუმცა ის გარეგნულად ცდილობდა რომ თავისი ცხოვრების წესი დაეცვა. მორალური ცხოვრების წესი დაეცვა. მსხვერპლსაც წირავდა ღმერთს და მან ღმერთს შესწირა მსხვერპლი, თუმცა ღმერთმა არ მოხედა მას მის მსხვერპლს და აბელის მსხვერპლი შეიწირა და აი ამან გააღიზიანა კაენი, რომ ესე იგი თავისი ძმისას ისმენდა ღმერთი და მისას არ ისმენდა. ესე იგი უსინდისო კაცი შეიძლება გააღიზიანოს სინდის პატიოსანი კაცის ცხოვრების წესებმა. და მასზე არსებულმა მადლმა და წარმოიდგინეთ ამან ჩაადენინა ეს მძიმე ცოდვა და ამ ცოდვას ჩვენ უნდა ვერიდოთ, იმიტომ რომ ჩვენ ამ ცოდვებისგან შორს არა ვართ და თუ ჩვენ სინდის შინაგანად დავალაგებთ ჩვენს თავს და სინდისიერი ვიქნებით, აი სწორედ მაშინ გავექცევით კაენის ცოდვას, თორე შეიძლება ეკლესიაში ვიაროთ, ვეზიაროთ კიდეც, მაგრამ კაენის ცოდვას ვერ გავექცეთ. აი მე მახსოვს ჯანსუღ ჩარკვიანის ესე იგი გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ნუ ერთგან ერთ სუფრაზე ვიყავი და მან იხმარა ასეთი ტერმინი კაენის მოდგმა. გარკვეული ადამიანების მე კაენის მოდგმა. და ეს ძალიან გამიკვირდა და მართლაც ეს ბიბლიური აზროვნებაა. შეიძლება უსინდისო ადამიანს, ყველაფრის მკადრებელ ადამიანს უწოდო კაენის მოდგმა, კაენის ნაირი ადამიანი. მართალ ადამიანს შეიძლება კი აბელის მოდგმა უწოდო. ნუ აი ასეთნაირად შეიძლება დაყო, მაგრამ ბიბლიაში აი ყველაფერი არის მოცემული, რომელსაც მაგალითად წმინდა მამა ანდრია კრიტელი აი ესე ამ რამდენიმე ესე იგი რამდენიმე ლოცვით თლიანად გვახსენებს, ასე ვთქვათ, ძირითად მომენტებს. თუ აბრაამმა რა გააკეთა, კაენმა რა გააკეთა, რითი ცხონდა ადამიანი, რითი წარწყმდა ადამიანი და ის რომ და გვახსენებს, რომ ეს ჩვენშიც მოქმედებს ყველასში. ჩვენშიც შეიძლება რომ კაენი გაცოცხლდეს, ჩვენშიც შეიძლება აბელი გაცოცხლდეს, ასე ვთქვათ, ვიყოთ მართალი, ან ვიყოთ უსინდისო და აი წმინდა მამების ყველანაირ აზრს შეძლების და გვარად მაქსიმალურად ყურადღება უნდა მივაქციოთ, იმიტომ რომ ისინი საუბრობენ ჩვენთვის, არა ჩემი ტვინისთვის, არამედ ჩემი გულისთვის. ქართველების აზროვნებაა ეს, რომ მაგალითად ქრისტე, ასე ვამბობთ, ქრისტე ჩემი გულისათვის ეცვა ჯვარს. ჩემი გულისათვის, არა ჩემი პიროვნებისთვის, არა ჩემი აზროვნებისთვის, არამედ ჩემი გულისთვის. და ეს გული მთავარია. და აი ამ გულს უნდა მიექცეს ყველაზე დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ყურადღება, იმიტომ რომ უფალი ამბობს, რომ სადაც არისო შენი საუნჯეო, რასაც აგროვებ მთელი ცხოვრება, იქ იქნება შენი გულიო. თუ სიკეთეს აგროვებ,
იქ არის შენი გული, თუ ფულს აგროვებ, იქ არის გული, თუ რაღაცას, ასე შემდგომ. შეიძლება ქმედებაში არ მოიყვანო ის ყველაფერი, ვთქვათ, რაც შენს აზროვნებაში გაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რაც უკვე გაიაზრე და გულში გაატარე, შესაბამისად ეს უფლისათვის დაფარული ნამდვილად არ არის და რაც ხდება გულში, ის ხდება მერე ჩვენ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა. ამიტომ თუ რამის გასწორება გვინდა, ჯერ ჩვენ გულში უნდა შევასწოროთ. აი ქართველებს ჰქონდა ძველად ეს გამოთქმა, ეხლა აღარა გვაქვს. ჩაიხედე შენს გულში, ჩაიხედე შენს გულში და ჩვენ უნდა ჩავიხედოთ ჩვენს გულში და იქ უნდა დავალაგოთ ისე, როგორც მაგალითად სახლი გვაქვს დალაგებული. ნაგავი გადაყრილი, ყველა საჭირო ნივთი კი თავის ადგილას არის. მამალურად, როგორ შეიძლება დაძლიოს და ზოგადად შეუძლია თუ არა ადამიანს დაძლიოს ის უკეთურება, რომ აი ძალიან მარტივად ხედავთ და ვამჩნევთ სხვის ცოდვას ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებში და საკუთარი ძალიან გვერდთულება რომ დავინახოთ. შეუძლია თუ არა რომ დაძლიოს ზოგადად ეს ადამიანი. არადა ვითხოვთ ხოლმე ხო მამალუკა რომ მოგვანჯოს უფალმა განცდა საკუთარი ცოდვების, მაგრამ რეალურად ალბათ რთული არის ადამიანისთვის რომ პირისპირ აღმოჩნდეს საკუთარ ცოდვებთან. საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაზე დიდი სიკეთე რაც აქვს ადამიანს, ეს არის ენერგია. დიახ. ღვთისგან მოწვდილი, ჩვენ ღმერთისგან ვიკვებებით. თუ მცენარე მიწიდან და წყლიდან იკვებება, ჩვენ ღმერთისგან ვიკვებებით და ეს ღმერთისგან რო ვიკვებებით და ღმერთი რო ჩვენშია, იქედანაც ჩანს რომ ჩვენ ენერგია გვაქვს. რომელსაც შეიძლება სხვადასხვა დავარქვათ სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ასე შემდგომ. და ახლა აი ამ ენერგიას რაში დახარჯავ, ეს არის შენი საკითხი. ვიღაცა სიკეთეში ხარჯავს, ვიღაცა ბოროტებაში ხარჯავს თავის ენერგიას, მაგრამ საერთოდ შენი ყურადღება არის მიქცეული, იქეთ მიდის შენი დიდი ენერგია. თუ შენ ყურადღება მიაქციე რაღაცა ნეგატიურს, მთელი შენი ენერგია წავა წყალში გადაიყრება, თქვათ, აიღე რაღაცა ხელფასი და ჩავთვალოთ, რომ თქვათ, აიღე ხელფასი მთელი შენი თვის ნაშრომი და წადი და გადაყარე წყალში. აი, ამას ემსგავსება. ადამიანი უფრო გონივრულად უნდა მოიქცეს. ყურადღება თავისი ენერგია უნდა დაიცვას. თავისი ყურადღების საშუალებით. ყურადღება უნდა მიაქციო მხოლოდ დადებითს. უარყოფით თუ როგორც კი ყურადღებას მიაქცევ უარყოფით, იმ წამსვე გადის შენგან ძალიან დიდი ენერგიები. მაგრამ აი ყურადღებას თუ მიაქცევ ღვთაებრივს, კეთილს, სიწმინდეს, შენ პირიქით ენერგიით აივსები. და ენერგიით რო აივსები, აი იმ მდგომარეობას რაღაცა ვერ იტევ ამ დადებით ენერგიას, აი ესაა მე რო სიხარულს, ნეტარებას, ბედნიერებას იწვევს და შენ ხარ ძალიან ძლიერი. მაგრამ თუ შენ ყოველთვის ნეგატიურს აქცევ ყურადღებას, ამ ყურადღების საშუალებით შენგან ძალიან დიდი ენერგია გადის. და კაი, ვთქვათ, განიკითხე ის ადამიანი და დაასკვენი, რომ შენზე კარგი არავინ არ ამ ქვეყანაზე და ადამიანი როგორც წესი თავის უარეს ეძებს. ანუ აი ის ესეთია, მაგრამ მე ხო კარგი ვარ სანაცვლოდ და ვთქვათ, აი ესე ხო მორჩება სხვის განკითხვას და კმაყოფილებას მოიპოვებ, რომ აი მე ის კი ცუდია, მაგრამ მე ხო ვარ კარგი და ახლა რომ მოუტრიალდები შენ ცხოვრებას უყერ რჩები ენერგიის გარეშე. ამიტომ პრაქტიკულად უნდა, ესე იგი, თუ ღმერთს არ დაუჯერებს ადამიანი, თუ სიკეთის კანონებს არ დაიჯერებს, თუ პატიოსნებას არ დაიჯერებს, პრაქტიკულად მაინც უნდა იაზროვნოს, რომ ენერგია არ დაკარგოს რაღაცა ცუდში. იმიტომ რომ იმ სხვისი განკითხვით იმას არაფერს არ არგებ. მაგალითად, მე რომ შენ განგიკითხო, ხო? ეს ბოროტი გულით ვაკეთებ ახლა ამას. მე და შენ არაფრით არ მიიღებ ჩემს ბრჭყალებში გულშემატკივრობას. იმიტომ რომ შენ მიხვდები, რომ მე ცვიერი ვარ. მე ფარისეველი ვარ და მე სინამდვილეში შენი ცოდვები კი არ მაწუხებს. მე საკუთარი თავის, ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიური ის მინდა, ასე ვთქვათ, გამოუკვებო ჩემი თავი, რომ მე ვარ შენზე კარგი. და ამას გრძნობს ყველა ადამიანი და პირიქით უფრო გაღიზიანდები. და აი ეს როცა მე გულშემატკივრობ შენ, მაგრამ ასე ხო არ არის, ხო ხანდახან ხო მოიძულებენ ადამიანებს და ომებამდე და ყლელობებამდე მიდიან. და ეს არის და კაცობრიობის ისტორია ეს არის, ბიბლია ამას გვიყვება, რომ ზოგი ადამიანი მიდის
ღმერთისაკენ, ზოგი ადამიანი მიდის ესე იგი ყველანაირი ბოროტებისაკენ და როგორია ან ერთის ცხოვრება, ან მეორის ცხოვრება, ესეც ჩანს კაცობრიობის ისტორიაშიც და ბიბლიაშიც. უბრალოდ ადამიანმა გონიერი თვალით უნდა შეხედოს ამას და თავისი ენერგიები ტყუილად არ უნდა დახარჯოს. შენ თუ ხარ ენერგიული და ძველ ქართულად რო ვთქვათ მადლიანი ადამიანი, შენ ყველაფერზე გეყოფა შენი ძალა და ენერგია, იმიტომ რომ ღმერთი ზუსტად იმდენ იმაზე მეტ ენერგიას გაძლევს, ვიდრე შენ გჭირდება ის ყოველდღიურად და ღმერთი მუდმივად გავსებს შენ ამ ენერგიით, მუდმივად გავსებს. ჩიტი რომ გალობს, მზე რო ამოდის, ჰაერს რომ ჩაისუნთქავ, ამით ყველაფერი ენერგია შემოდის ადამიანში, მაგრამ ადამიანი შეიძლება ცოდვაში მყოფი ადამიანი შეიძლება ძირგავარდნილ ჭურჭელს შევადაროთ, რამდენიც არ უნდა ჩაასხა შიგნით სითხე ან თქვათ ენერგია, ის ყველა გავა და ტყუილია, ყოველთვის ცარიელი იქნება და ადამიანებს აქვთ ეს პრობლემა, მაგალითად აი მე ისე ძალიან მტკივნეულად მახსოვს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე რომ ვნახე ერთი ადამიანი და მან ესეთი რამე მითხრა, რომ ყველაფერი გამოვცადეო, ყველაფერში წარმატებული ვიყავიო, ყველაფერს მივაღწია ამ ქვეყნიურათო, მაგრამ შინაგანათო სიცარიელე მაქვს, სიცარიელეო. აი ეს არის ის საშინელი სიცარიელე, ჩვენ უნდა დავანგროვოთ ენერგია ღვთისა, ჩვენ უნდა დავანგროვოთ მადლი ღვთისა და ამიტომ პრაქტიკულად უნდა ვიაზროვნოთ, რომ ჩვენ ტყუილად წყალში არ გადავყაროთ ჩვენი ნაშრომი. ხელფასის მაგალითი მოვიტანე, მაგრამ შენ რომ ლოცულობ, შენ რომ მარხულობ, შენ რომ სიკეთეს აკეთებ, ნებისმიერი ადამიანი აკეთებს სიკეთეს, უმცირესი დოზით მაინც, რაც არ უნდა უკეთური იყოს ის. აი ადამიანს რო კეთილად მიესალმები, ესეც დიდი სიკეთეა. ეს ძალიან დიდი სიკეთეა. და აგროვებ ამ მადლს და შენ უნდა დააგროვო ეს მადლი და იყოს სავსე, საღვთო მადლით. რომელსაც შენ საჭიროების მიხედვით გასცემ მოწყალების სახით, მოწყალება მარტო ფული კი არ არის, არამედ ნებისმიერი სიკეთის კეთება და შენ თუ გასცემ სიკეთით, შენ დაგიბრუნდება 10 იმდენი და ეხლა წარმოვიდგინეთ, რომ ადამიანი იზრდება და ძალიან დიდი ხდება და ისტორიაშიც ხო იყო მაგალითად ადამიანებს უწოდებდნენ მაკარი დიდი, ბასილი დიდი და ესე. დიახ. და მაშინ როდესაც სხვებს განვიკითხავთ, ანუ ალბათ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ის ცოდები, რომელზეც თქვათ ჩვენ ვამახვილებთ იმ წუთას ყურადღებას და სხვის თვალში ბეწვის მოძებნას ვაპირებთ, ხო საკუთარ ცოდებს თუ დაუფიქრდებით, ალბათ უკეთესი იქნება და გარდა ამისა, როდესაც სხვებს ვუთითებთ, რომ როგორ უნდა მოიქცეს და ეს რანაირად ჩაიდინათ და ასე შემდეგ, ალბათ ყველა უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ არავინ არ იცის თუ ხვანდელი დღე როგორი გათენდება და მსგავსი ცოდვა შეიძლება იგივე ჩავიდინო, ვთქვათ და მეც აღმოჩნდე სწორედ იმ ორმოში, რომელშიც ის ადამიანი იმყოფება ამ წუთას და შესაბამისად უმეტეს შემთხვევაში ხდება ისეთი რა. რომ გამოსცადო შენ თვითონ, როგორი ძნელია ის ლოდი გაწვეს თავზე, რომელიც იმ ადამიანს აწევს, რომ ის ადამიანი შეიძლება მძიმე ცოდვაშია, მაგრამ ის ცდილობს აქედან თავის დაღწევას და შენ თუ მას განიკითხავ, შენ კიდე მასზე ზეწოლას ახდენ და ამიტომ ამბობს უფალი, რომ ილოცეთო ერთმანეთისთვის და ეხმარებოთო ერთმანეთსო, იმიტომ რომ შენი დანახვა ადამიანს შვებას უნდა გვრიდეს, შვებას. ისე როგორც მაგალითად სიხარულით სავსე ადამიანი ქუჩაში რომ დაინახო, აი რომელიც აფრქვევს ამ დიდ ენერგიას, სამოა ეს ცუდ განწყობაზეც რო იყო, რო შეხედავ, ვთქვათ, გაშეშტები და მე მქონია ესეთი შემთხვევები და როგორი ლამაზია ის, როგორი ენერგიულია, რო უყურებ, მისგან დიდი ენერგია გადმოდის შენზე. ისე როგორც ანთებული სანთლიდან დიდი ენერგია მოდის. რომ მას უყურებ, ესე იგი მოდის ეს ენერგია დადებითი და ასე და ახლა როგორ შეიძლება ადამიანის სანთელს შეადარო, ადამიანი უფრო მეტია, ადამიანის დანახვით შენ ღმერთს ხედავ ფაქტიურად. თუ ადამიანი ცოდვებისგან დაფარულია და ცოდვები ფაქტიურად არ მოქმედებს შენში, აი როდესაც გიხარია. ახლა წარმოვიდგინოთ, ჩვენ გვიხარია ხოლმე პერიოდულად, ხანდახან. მაგრამ აი გავიხსენოთ ჩვენი დრო, როდესაც ჩვენს გულს ძალიან უხარია, აი ძალიან რო უხარია. ამ დროს ჩრდილიც კი არ არის იქ ცოდვისა და წარმოვიდგინოთ, რომ ესე იგი, როდესაც ადამიანს უხარია, ფაქტიურად ღმერთს ხედავ. აი სიხარულით სავსე ადამიანს რო ხედავ,
ღვთის მადლით, სიხარულით სავსე ადამიანს რო ხედავ, შენ ღმერთს ხედავ ფაქტიურად და მასში სიხარულით სავსე ადამიანში ნაკლს ვერ მოძებნი, ცუდ თვისებასაც ვერ მოძებნი. ფიზიკურ ნაკლსაც ვერ უპოვი. ეს ანათებს და იმიტომ ხა მზე რო ანათებს იქ ვერაფერ ცუდს ვერ ხედავ შენ, იმიტომ რომ იქიდან მოდის ძალოც არის დიდი სიკეთე და აი ეს მდგომარეობა უნდა გქონდეს ადამიანს და ეხლა წარმოვიდგინოთ 8 მილიარდი ადამიანი ვართ. ყველა რო სიკეთეს ასხივებდეს, ეს დედამიწა რა იქნებოდა? ეს იქნებოდა 64. მაგრამ როგორც თქვით, 64 ამ ქვეყანაზევე უნდა დავიწყოთ. მოიპოვეთ სასუფეველი. და ყოველივე შეგეძინება ეს აუცილებლად სინანულით, ცხოვრების წესის შესვლით, ცუდის მოშორებით და კარგის დამკვიდრებით იწყება, გადაწყვეტილებით და მეორე ღმერთი შეგვეძლება. ძალიან დიდი მადლობა მამა ლუკა მობრძანებისა და საინტერესო საუბრისთვის დაგემშვიდობებით. დიდი დიღმის წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათი მოახლოვდა, ერთად აღვავნოთ მისადებელი ლოცა და დაგებრუნდებით შემდგომ გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად. დიდება მაღალთაში ნომერცა ამოჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული
გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. გრძელდება ერთსულოვნების დილა, გეტყვით რომ 5 მარტი ქართველი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის თამაზ ჭილაძის დაბადების დღეა. ნახოთ ვიდეო ჩანახატი და შემდგომ უკვე დაგიბრუნდებით გადაცემის სტუმართან ერთად. ჩვენ არ სიჩქარეში ამ პრაქტიკულ საქმიანობაში ძალიან ისეთი დაძაბულ ცხოვრებაში თავარი გვავიწყდება ადამიანის პიროვნება, რომელიც დავიწყება შეუძლებელია, იმიტომ რომ ადამიანია თავარი, ადამიანთან ისხება ყველაფერი. როცა დადგება განკითხვის ჟამი, გაწყვეტილ გზების, მეწამულ ბინდის, შემოიტანენ უფალთან ჯამით ჩემს სისხლს და ცრემლებს გულსა და სინდის, თუ მათქმევინა უფალმა სიტყვა, მე უფალს მხოლოდ მადლობას ვეტყვი, მადლობას რისთვის მიხთიო მკითხავს, გაკვირვებული დარჩება ღმერთი, მადლობელი ვარ უფალო, რადგან არ მომატელი ცეცხლი და კუპრი, ჩემით ვსწავლობდი ფრენას თუ ფართხალს და არა მხოლოდ წყალობით უფლის, მიყვარდა მძულდა სამშობლო მქონდა, თიხა ვიყავი მაგრამ ვღეროდი და წუთი სოფლის ჭრიალა ბორბალს, კბილით ვათრევდი ცისკრის წვერომდი, მადლობელი ვარ უფალო, რადგან მაჩუქეს სიტყვა ბასრი და წრფელი, მე ხვია მტერი და ყველა მათგანს მაინც სიცოცხლე ერთშია ჩემი. როგორც დაგვერდით, დაგიბრუნდით სტუმართან ერთად საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხით, რა არის გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, როგორია მისი სიმპტომები და ზოგადად მკურნალობის მეთოდებზე ვისაუბრებთ სტუმართან ერთად. შემოგვერთა გასტროენტეროლოგი ქალბატონი ნათია რაზმაძე. დილამშვიდობის მადლობას მოგახსენებთ მომბრძანებისთვის. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, კითხვა ასეთი იქნება, თუ რას წარმოადგენს გასტროეზოფაგური ეს რეფლუქსი, ასე
ვთქვათ და შემდგომ უკვე ვისაუბროთ სიმპტომებზე და მკურნალობის მეთოდებზე. გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ქრონიკულ დაავადებათა რისკს მიეკუთვნება, რომლის ძირითადი მიზეზი არის საყლაპავის ქვედა სფინკტერის გარდამავალი ხშირი რელაქსაციები, რის გამოც კუჭი არსებული შიგთავსი ამოდის საყლაპავში უკუდინებით და შესაძლებელია ის შიგთავსი პირისყრუნდეც აღწევდეს. მისი ძირითადი უხშირესი გამომწვევი არის დიაფრაგმული თიაქარი, თუმცა რისკ ფაქტორებში მულტიფაქტორულია, შესაძლებელია მოიაზრებოდეს ჭარბი წონა, ორსულობა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, კოფეინი და მათ შორის ყოველთვის უწყინარი პიტნის ჩაიც კი, რომელიც საყლაპავის ქვედა სფინკტერის რელაქსაციას კიდევ უფრო გარდამავალს ხდის და კიდევ უფრო ხშირია ეს ჩივილების ინტენსივობის მომატება. ნათია, სად მუშაობ კონკრეტულად სიმპტომებზე ვისაუბრებთ დაწვრილებით, მანამდე ვთქვათ, რას წარმოადგენს სფინქტერი. იცით, რომ საყლაპავისა და კუჭი გადასასვლელი ადგილი ნორმაში უნდა იყოს დაკეტილი. ერთგვარი კუნთოვანი მასა, თქვენ მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე რომ მახსა, ეს არის სფინქტერი, რომელიც არასამედიცინო ენაზე ეს არის სფინქტერი, რომელიც მხოლოდ საკვების გადასვლის დროს უნდა გაიხსნას, რომ საკვები გადავიდეს კუჭში. როდესაც ეს მექანიზმი დარღვეულია და ხშირი რელაქსაციები აქვს საყლაპავის ქვედა სფინკტერს, ანუ ხშირად დუნდება, რიგგარეშეც დუნდება, ამ დროს კუჭში არსებული საკვებს მის შიგთავს აღარ აქვს გარკვეული ბარიერი, რაც შეაკავებს ამ საკვების უკუამოდინებას და აი ამიტომ გაადვილებულია ეს პროცესი და თავისუფლად ხდება მისი ამოდინება უკან საყლაპავში. აი დაავადებას ქრონიკული ჰქვია და რამდენად არის შესაძლებელი ამ მექანიზმის აღდგენა, რომ დაუბრუნდეს ასე ვთქვათ საწყის ჩვენ უზრუნველყოფთ უშუალოდ ეს კუჭის შიგთავსის ხანგრძლივი ზემოქმედების შემცირებას, ანუ მედიკამენტებით უზრუნველყოფთ უშუალოდ საყლაპავის ლორწოვანი გარსის დაზიანების ასე ვთქვათ მკურნალობას, ხშირი კუჭის მჟავის რეფლუქსის საყლაპავში, შესაძლებელი ნაღვლის რეფლუქსის საყლაპავში ეს უზრუნველყოფს ლორწოვანის დაზიანებას. მივყავართ ეროზიებამდე, წყლულებამდე და ჩვენ უზრუნველყოფთ სწორედ ამ ეროზიების და წყლულების ასე ვთქვათ მკურნალობას. მჟავის დარეგულირებას კუჭში და აი ამ სიმპტომების მოხსნას. ხშირი ეს რეფლუქსი, რატო არის ეს პრობლემა, ხო, ეროზიები და წყლულები? არის გერდი, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, რომელსაც ჩვენ თუ არ მივხედავთ და არ უმკურნალებთ მედიკამენტებით, შემდგომ ეს პროცესი გადადის ბარეტის დაავადებაში. ბარეტი არის წინარე პირობა საყლაპავის ადენოკარცინომის უკვე. გასტროსკოპიულად რომ ნახულობთ ამ ბარეტის საყლაპავს აუცილებლად ხდება ბიოპსიის აღება, რომ დავადგინოთ, იქ ხშირად ხდება ატიპიური უჯრედები, დისპლაზია, მეტაპლაზია, სწორედ ამიტომ საყურადღებოა გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების მკურნალობა, თუნდაც იმ საყლაპავის ლორწოვანი დაზიანების აღდგენა და მკურნალობა, რომ არ წარმოიშვა შემდგომ ბარეტი და საბოლოოდ არ მივიდეთ, ასე ვთქვათ, საყლაპავის ადენოკარცინომამდე, ანუ ონკოლოგიურ პროცესებამდე. დიახ, ნათია, მაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ გავხადოთ კიდევ უფრო მეტად ჩვენ საუბარი თუ რას მოიცავს ან პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ გულძმარვა, ვისაც ხშირად აწუხებს, ხომ ეს შეიძლება ვთქვათ პერიოდულად ან ბახუსის დროს, ვთქვათ ზედმეტი ალკოჰოლის მიღების დროს ან გადაჭარბებული საკვების მიღებისას პერიოდულად შეიძლება იჩენეს თავს, ასე ვთქვათ და მაგრამ როდესაც უკვე ამას აქვს ხშირი სახე, ხო, შესაბამისად უკვე საჭირო არის ამ დროს ჩართვა სპეციალისტის. სამწუხაროდ სპეციალისტამდე ზოგი თვითნებურ მკურნალობას მიმართავს ხოლმე, იგივე სოდიანი წყალი შეიძლება დალიონ ან გაზიანი მინერალური სასმელი და ასე შემდეგ, ხო? აი რამდენად სწორია ამ დროს თვითნებური ჩარევა, სანამ მივაშურებთ სპეციალისტს. თქვენ აღნიშნეთ, რომ გულძმარვა ყველაზე პირველი ნიშანი ამ გერდის გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების, თუმცა სხვა ჩივილებიც გვაქვს, ეს არის მტკივილი და წვის შეგრძნება მკერდის ცვლის უკან, ასევე ბოყინი, უსიამოვნო სუნი პირის ხრუდან. პაციენტებმა მინდა გაამახვილონ ყურადღება, რომ შესაძლებელია მშრალი ხველა განსაკუთრებით ღამის საათებში სწორედ გერდის მაუწყებელი იყოს და გერდის ერთ-ერთი ნიშანი იყოს. თუნდაც ფარინგიალური ჩივილები, რომელიც ყელყურის ექიმთან დადის პაციენტი და სწორედ ეს ოტორინოლარინგოლოგი ეუბნება, რომ იცი რა შენ შესაძლებელია
შესაძლებელია გასტროეზოფაგური რეფლუქსი ქონდეს, იმიტომ რომ არ ლაგდება შენი ეს ფარინგიალური ჩივილები, ხო? შესაძლებელია შუაყურის ანთებაც კი გამოიწვიოს ხშირმა იმ გერდის სიმპტომებმა. ასევე თუ პაციენტს აქვს აუხსნელი გენეზის ხველა, გულწმარვა, დისკომფორტი კუჭის არეში, ანდაც თქვა სტომატოლოგთან ხშირი ვიზიტები აქვს, თქვა კბილის ეროზიების, ან გაითეთრა კბილები და რამოდენიმე კვირაში კვლავ შეეფერა კბილის ემალი, აუცილებლად უნდა დადგეს საკითხი, რომ განიხილონ ხომ არ არის გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებასთან საქმე და აუცილებლად ამ შემთხვევაში კომპლექსური მიდგომა არის ალბათ საჭირო, ხო? კომპლექსური მიდგომა, სწორედ ამიტომ აღვნიშნე და განმავრცე ეს თემა, რომ მხოლოდ გულწმარვა არ არის ის ტიპიური, ასე ვთქვათ, სიმპტომი, რომელიც საყურადღებოა. შესაძლებელია გულწმარის იქით, თუნდაც გასტროინტესტინალური ტრაქტის გარე ჩივილებიც კი იყოს სწორედ ამ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების კარდიოლოგის ჩარევაც კი იყოს საჭირო. პაციენტი, რომელსაც ესეთ მკვეთრად გამოხატული გერდი აქვს, შესაძლებელია მკერდის ცვლის უკან ტკივილი ქონდეს და პირველად სწორედ კარდიოლოგთან მივიდეს, რომ რაღაც უჩვეულო დისკომფორტი აქვს გულმკერდის არეში. და კარდიოგრამის საფუძველზე, რა თქმა უნდა, პირველად კარდიოლოგიური პრობლემები, როდესაც გამოირიცხება, ღრმა ანამნეზის საფუძველზე შესაძლებელია კარდიოლოგმა ასეთი პაციენტი გამოგზავნოს, რომ მიხედე თქვენს კუჭნაძალს. ასეთი პაციენტებიც ხშირი არის. აი დიაფრაგმის თიაქარი ახსენეთ და ესეც რომ დავმარტოთ კონკრეტულად რას ნიშნავს. დიაფრაგმის თიაქარი ეს არის ორგანული პრობლემა, რომელიც ცოტა უკვე ფართო სხვა ნოზოლოგიას მოიცავს, თუმცა ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან ეს ორი პროცესი. დიაფრაგმული თიაქრის მკურნალობაც თითქმის მკურნალობა მედიკამენტებით დიაფრაგმული თიაქრის პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენ ძირითადად ამ დროს მაინც გერდს, ანუ გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებას ვკურნალობთ. მაგრამ თუ პაციენტთან გამოხატულია ამ გერდის გამოხატულია საყლაპავის წყლულით, პაციენტს აქვს დიდი ზომის თიაქარი დადასტურებული ბარიუმის ფაფით, ეს ოქროს სტანდარტი გასტროსკოპიული გამოკვლევა თუ რიგ შემთხვევაში კუჭის წყლულზე ოქროს სტანდარტი გასტროსკოპია, დიაფრაგმული თიაქრის დროს ჩვენ პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის ბარიუმის ფაფის ასე ვთქვათ, დალევა და რენტგენოლოგიური კვლევა. დიაფრაგმული ხარისხის დადასტურების შემდგომ, თუ ეს არის მესამე ხარისხის დიაფრაგმული თიაქარი და თუ პაციენტს თან ერთვის ეს საყლაპავის წყლულები, ეროზია და უკვე ბარეტის წინარე პირობა, ჩვენ პაციენტს ურჩევთ ხოლმე უკვე ოპერაციულ ჩარევას ამ დიაფრაგმული საყლაპავის მილის თიაქრის გამო, რომ მოხდეს ამ გერდის ქირურგიული კომპენსაცია. ეს უკვე გართულების შემთხვევაში ხომ და სანამ თქვათ ან რომ არ მივიყვანოთ აქამდე როგორია მკურნალობის მეთოდი. დიახ, რომ არ მივიყვანოთ აქამდე აუცილებელი არის გარკვეული მედიკამენტები, რომელსაც უშუალოდ გასტროენტეროლოგი ნიშნავს, მისი თვითნებური მიღება, დოზის კორექცია უნდა მოხდეს ექიმად, მისი თვითნებური მიღება არ შეიძლება, არ დავკონკრეტდები რომელი მედიკამენტის, თუმცა პროტონის პომპის ინჰიბიტორებია ზოგადად ეს ჯენერიული დასახელების დამჯგუფით არის კიდევ გარკვეული პროკინეტიკები, რომელიც გვეხმარება ამის მართვაში. დღესდღეობით მედიკამენტები გვაძლევს საშუალებას, რომ არ მივიყვანოთ თქვათ ოპერაციულ ჩარევამდე თუ ისეთი ღრმა პროცესები არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ცხოვრების სტილის შეცვლა და მოდიფიცირება აუცილებელია, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება, ცხიმოვანი საკვების მაქსიმალურად შეზღუდვა, გაზიანი სასმელების კატეგორიული აკრძალვა გვაქვს, ასევე კოფეინის შემცველი სასმელის მიღებაც უნდა აიკრძალოს. ჩვენს პაციენტებს ხშირად ურჩევთ ხოლმე, რომ ღამე აუცილებლად 2 ბალიშზე უნდა დადონ თავი, იმიტომ თავი უფრო მაღლა იყოს ვიდრე ტანი. აუცილებელი პირობაა, რომ თუ ეს პირობა ვერ შესრულდა, საწოლის ასთუმალი ამაღლებაც ხდება. კომპლექსურად უნდა მოხდეს მედიკამენტების, მაგრამ პაციენტის ასე ვთქვათ დახმარება და ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, მხოლოდ მედიკამენტებით მდგომარეობა ესე სტაბილური არ იქნება. ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება ახსენეთ, თუმცა ამასაც თავისი გარკვეული რეჟიმი აქვს, ხო, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ჯანსაღი საკვების მიღება და გადანაწილება დღის განმავლობაში, იმიტომ რომ ჯანსაღი პროდუქტი არ ნიშნავს იმას, რომ დიდი რაოდენობით უნდა მიიღოს ადამიანმა, ხო, ამ
შემთხვევაში გარკვეული ულუფები არის ალბათ და საათობრივად უნდა იყვნენ. აი როგორი არის რეჟიმი თავად განსაკუთრებით გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების დროს განსაკუთრებით აუცილებელია ეს რეჟიმი. უნდა იყოს მცირე ულუფებით, საკვების მიღება მცირე ულუფებით, ცოტა და ხშირად. დღის განმავლობაში 4-ჯერ, 5-ჯერ წილადობრივი მცირე ულუფებით კვება. აუცილებელი პირობა, რომ საღამოს დაძინებამდე 3 საათით ადრე პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ყველამ უნდა შეწყვიტოთ საკვების მიღება. ასევე მსუბუქი სეირნობა ვახშმის შემდეგ სასურველი, ანუ პირდაპირ არ უნდა მოხდეს კვების მერე პირდაპირ დაძინება, იმიტომ რომ ეს გასტროეზოფაგური რეფლუქსურის პრობლემა კიდევ უფრო ძლიერდება აი იმ ახალ ნაჭამზე თუ თქვენ წამოწვებით ან დაიძინებთ. აი ჩვენს რეალობაში რამდენად ხშირია ეს დაავადება? კი ბატონო, ჩვენს რეალობაში პირადი გამოცდილებით თითქმის 3-4 პაციენტიდან 3-ს მაინც აქვს ეს დაავადება. თითქმის ყველა მეორეს აქვს ეს პრობლემა, ყველას აწუხებს. პაციენტი ხშირად მომართავს კლინიკას და რომ ვეკითხები თუ აღნიშნავს გულძმარვის ეპიზოდებს, ხშირია ხოლმე პასუხი ასეთი, რომ გულძმარვა იქ ხომ უნდა იყოს. გულძმარვა რეალურად ნორმაში არ უნდა იყოს, გარკვეულ საკვებზე შესაძლებელია ეპიზოდური გულძმარვის ეპიზოდები კონდეს პაციენტს, მაგრამ ეს როდესაც ეხება ჯანსაღ საკვებსაც, დღის განმავლობაში ეს ეპიზოდები არის ხშირი, თან ერთვის ისეთი ჩივილები, რომელიც ზემოთ აღვნიშნე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გარე ჩივილებით თუ უკვე წამოსულია წინ, აუცილებლად ეს საყურადღებო საკითხია. აი პირველი გამოვლინება არის როგორც ჩანს გულძმარვა, ხო როგორც ამბობთ. აი სხვა გამოვლინება რაზე უნდა მიხვდეს პირველ რიგში ადამიანი არის თუ არა საღალავი მილის პრობლემა ამ შემთხვევაში, როდესაც საკვებს მიიღებს და რთულად ყლაპავს ეს შეიძლება თუ არა კონდეს სიმპტომად ადამიანს. გულძმარვა პირველი ნიშანი შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა თქვენ რაც აღნიშნეთ, რომ საკვების გადაყლაპვის პრობლემა ეს ცოტა სხვა ნოზოლოგიებთან გვაქვს საქმე. შესაძლებელია სისავსის შეგრძნება კონდეს პაციენტს ადვილად დანაყრების შეგრძნება, მაგრამ ის რომ თქვენ ყლაპვის პრობლემას აღნიშნავთ, ეს ბევრი ნოზოლოგია ცალსახად გასტროეზოფაგური რეფლუქსურ დაავადებად არ უნდა მივიჩნიოთ და იქ შეიძლება თქვა აქალაზია იყოს, იგივე სიმსივნური პროცესები, თუნდაც დიაფრაგმული თიაქარიც შეიძლება გახდეს, მაგრამ უშუალო გასტროეზოფაგური რეფლუქსურ დაავადების პირველი ნიშანი არ არის ნამდვილად ყლაპვის გაძნელება. ყლაპვის გაძნელება ცოტა სხვა ნოზოლოგიების ჩივილი შეიძლება იყოს. ნათია, ჯანსაღ საკვებს რაც შეეხება, შეიძლება ამ პროდუქტებიდან იყოს ისეთი, რომელიც ამ დროს გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს პირიქით, თქვათ, ხო, როდესაც რეფლუქსია აქვს ადამიანს. რა პროდუქტები არის ასეთი, რომელიც ამ დროს აკრძალულია, თქვათ, და არ უნდა მიიღოს. ნუ გასაგებია, რომ ეს ალკოჰოლი და თქვათ, ყავა და ასე შემდეგ ამ ყველაფერს უნდა მოერიდოს ადამიანი, მაგრამ არის იმ ჯანსაღ პროდუქტებშიც ალბათ რაღაც გარკვეული ხილის სახით იქნება თუ ბოსტნეულის სახით, რომელიც არ უნდა მიიღოს. კი ბატონო, ხილის სახით გამოვყოფთ ციტრუსებს, რომელიც კიდევ უფრო გაგიმწვავებთ ამ გერდის ჩივილებს, ასევე სასურველია იმ პაციენტებს, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ, კომპოსტოს პროდუქტების ბოსტნეულიდან კომპოსტო ამოიღონ, რადგან ეს ჩივილებს კიდევ უფრო მომატებს. სასურველია ბევრი მწვანილით დავტვირთოთ, კამა ძალიან კარგია, გვირილის ჩაი თუ პაციენტს ალერგიული ფონი არ აქვს, გვირილის ჩაიც სასურველად დადებითად მოქმედებს ამ პროცესზე. აი პიტნასთან დაკავშირებით უკვე აღვნიშნე, რომ პიტნის ჩაი განსაკუთრებით მათ ვისაც უყვართ და ეს პრობლემა, ცოტა მოერიდონ გულძმარვების ეპიზოდებს მომატებს. ასევე ტომატიანი საკვები და ძალიან გადაცხარებული და ცხიმიანი საკვები. ეს კონკრეტულ ხო, რა თქმა უნდა, მსჯავრებსავთ. და აქვს თუ არა ამასაც თავისი მიღების წესი, თქვათ, ხილი რომელ დღის მონაკვეთში უნდა მიიღოს, ბოსტნეული და ასე შემდეგ, როგორ უნდა იყოს გადანაწილებული. კვებას აუცილებლად, როგორც აღვნიშნე, წილადობრივი უნდა იყოს, დღილით სასურველია დაიწყოს პაციენტმა ფაფის მიღებით, ეს იქნება გერკულესის, წიწიბურას ფაფა თუ ნებისმიერი სხვა სახის ფაფის მიღებით. შემდგომ დღის 12 პირველისთვის ხილი გამოვყოთ ოღონდ ცალკე კვება.
ნაკლებად, ოღონდ არა ციტრუსი, ბანანი თუ დიაბეტი არ აქვს პაციენტს ან ვაშლი, ტკბილი ჯიშის ხილი, კენკრასაც მოვერიდოთ და შემდგომ აუცილებლად უნდა იყოს ხორცის პროდუქტები შედარებით ენდოკრინოლოგები ურჩევენ ბევრ ბოსტნეულს და ჩვენ ვურჩევთ რომ ბევრი ხორცი იყოს, ბოსტნეული იყოს მოწალული. ცოცხალი სახით მაინც მოერიდონ ცოცხალი სახის ბოსტნეულის მიღებას. და რა თქმა უნდა წვნიანები და ყველაფერი რაც ჯანსაღი მომზადების წესს ექვემდებარება. არის თუ არა რძის პროდუქტები ხელშემწყობი ასეთ დროს, როდესაც თქვათ ეს რეფლუქსი იჩენს ხოლმე თავს და უნდა მოვერიდოთ თუ არა მის მიღებას. იცით როგორ არის რძის პროდუქტების აკრძალვა, რა თქმა უნდა ცალსახად არ შეგვიძლია. ერთადერთი ვეუბნებთ რომ კარაქის და მაღალი ცხიმოვანი პროდუქტებისგან შეიკავონ თავი. თუ პაციენტს ლაქტოზის აუნტალობა არ აქვს და ის დადასტურებულად არ აქვს კვლევებით ან ესე ზოგ შემთხვევაში შებერულობას იწვევს ხოლმე და სხვადასხვა პაციენტს აქვს ლაქტოზას აუნტალობა, კი ბატონო, ჩვენ რა თქმა უნდა ურჩევთ რომ მიიღონ ულაქტოზორრძის პროდუქტები ან ამოიღონ რაციონიდან დროებით და მიმართონ ნუტრიციოლოგს, მაგრამ ასეთი მკვეთრი შეზღუდვა რძის პროდუქტებზე გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან დაკავშირებით არ გვაქვს. ჩვენ მხოლოდ ვაკეთებთ რომ ძალიან მაღალპროცენტიანი თქვათ კარაქი, ნაღები, ესენი ამოიღონ რაციონიდან. წყალს და მინერალურ წყალს ბუნებრივია აქვს დიდი მნიშვნელობა, ხო? წყალს დიდი მნიშვნელობა აქვს, მინერალურ წყალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მინერალური წყალი არ უნდა იყოს გაზიანი. სასურველია ბოლომდე იყოს გაზი გამოცლილი წყლისგან და დღის განმავლობაში არ უნდა ეს დიდი რაოდენობით არ შეიძლება, ხო, რომ აუცილებლად პაციენტს ურჩევ ხოლმე თუ მაინც და მაინც მინერალური წყლის მიღების სურვილი აქვს, პორციები, ნაწილი მიიღო სუფთა სახის წყალი, ნაწილი მიიღო მინერალური. ოღონდ გასგასული, ყლუპ-ყლუპად მთელი დღის განმავლობაში და არა ერთიანად. დიახ, ძალიან დიდი მადლობა ნათია მოგზაურობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, რჩევებისთვის. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ სტუდიის სტუმარი გახდათ გასტროენტეროლოგი ქავტარ ნათია რაზმაძე. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში პრემია ივერიის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. საღამოს ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა ნახოთ სიუჟეტი. წმინდა ილია მართლის გაზეთ ივერიის სახელობის პროზა პოეზიის საერთაშორისო პრემია ივერიის დაჯილდოების რიგით მე-12 ცერემონიას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა უმასპინძლა. საღამოზე პროექტის დამფუძნებელმა კონკურსის გამარჯვებულები ხელოვნების სხვადასხვა დარგში გამოავლინა. მათ შორის პროზაში, პოეზიასა და ფოტოგრაფიაში. დაჯილდოებულებს შორის იყვნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მონაწილეები. ორგანიზატორებმა მათ სიგელები და სხვადასხვა სახის ჯილდო გადასცეს. ღონისძიებაზე შესრულდა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები. როგორც წესი, ყოველ წელიწად ახალ-ახალი ქვეყანა გვემატება, ეს არის 5 ქვეყნის მონაწილეობა, ეს არის ცხადია მასპინძელი საქართველოს, იტალია, უკრაინა, პოლონეთი, სომხეთი და თურქეთი. აბსოლუტურად ესეთი მაღალი ხარისხის შემოქმედება არის შემოსული როგორც ქართული მხრიდან, ასევე უცხოური მხრიდან. რამე თუ გვაქვს ბედნიერება და გვაქვს ერთ-ერთი მონაწილე იტალიელი ბატონი ალესანდრო რუსო, რომელიც არის იტალიაში საკმაოდ ცნობილი, ასე ვთქვათ, სახიერი მათი პოეზიის და შემოქმედების ადამიანი, რომელმაც ჩვენთვის გამონახა დრო და ჩამომზადდა ეს არის ჩვენთვის დიდი პატივი. პროექტის ფარგლებში კეთდება ხოლმე დაჯილდოება არაერთ ქვეყანაში, მაგალითად გასულ წელს იყო იტალია და წლევანდელი წელი გვექნება იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, სომხეთი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია პრემია ივერიას გამარჯვებული ვიყო, შარშან გავიმარჯვე ნომინაციაში პოეზია. წელს წარვადგინე ჩემი ახალი კრებულის ყდის დიზაინი. ეს გახლავთ კრებული აღარმე სახელწოდებით და დიზაინი შექმნილი არის სრულიად ჩემი იდეით, თუმცა დამიხატა, რა თქმა უნდა, მხატვარმა და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ პრემია ივერია არის არა მხოლოდ ლიტერატურული კონკურსი, არამედ ეს არის მეგობრობის, სიყვარულის, დანათესავების დღესასწაული. წმინდა ილია მართლის გაზეთ ივერიის სახელობის პროზა პოეზიის საერთაშორისო პრემია 2013 წელს დაფუძნდა. პროექტი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.
მე ვფიქრობ, რომ ხელოვნების ყველა სფერო, მათ შორის პოეზია, არის ერთ-ერთი გზა, რომ ენობრივი ბარიერი გადაილახოს ხალხებს შორის. მე პრიზი მივიღე ჩემთვის მოულოდნელ ნომინაციაში და ვარ ძალიან ბედნიერი. ვაპირებ, რომ წავიკითხო ჩემი პოემის ნაწილი და წარმოგიდგინოთ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია. ვფიქრობ, რომ ყველა არტისტისთვის უმნიშვნელოვანესია ეს პროექტი. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს და საქართველოს. ვიმედოვნებ, მალე დავბრუნდები აქ. მე ვარ ნომინირებული როგორც საუკეთესო უცხოელი ფოტოგრაფი. ეს არის ჩემი ნამუშევრების გამოფენა, რომელსაც ქვია სივრცე. სივრცე არის გრძნობა, ემოცია და ოცნება. ფოტოგრაფია არის ინტერნაციონალური, რადგან მე ვარ პოლონელი, თქვენ ხართ ქართველი, მაგრამ თქვენ ჩემი სურათებით მარტივად შეგიძლიათ მიხვდეთ, თუ რისი თქმა მსურს. ძალიან ამაყი ვარ. ეს არის ჩემი პირველი ნომინაცია და ჩემი პირველი სტუმრობა საქართველოში. მადლობას ვუხდი ორგანიზატორს. პრემია ივერია წარმოადგენს ლიტერატურულ სახელოვნებო, ინტეგრირებულ საერთაშორისო პროექტს, რომლის ფარგლებშიც უკვე წლებია, რაც მონაწილეობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ქართველი ემიგრანტები, უცხოელი შემოქმედები და მსჯავრდებულები. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ჟურნალისტ ნინი გელაშვილს მომზადებული სიუჟეტისთვის და ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. სოფიო კუჭავა და გეგინე მსიწველიძე მუშაობდით თქვენთვის. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. წარმატებული და ნაყოფიერი დღე მიტა გისურვებთ და მადლობა გადაგიხადოთ, რომ ჩვენთან ერთად იყავით. ნახვამდის.